მოგესალმებით. დღეს დიდებული დღე გამითენდა. მე მერგო პატივად ვიყო მასპინძელი ჩემი კუთხის, ჩემი სენაკის. არ ვიცი რამდენად სრულად შევძლება მის გაკეთებას და წარმოჩენას, მაგრამ იმედია ღვთისშეწევნით დღეს ეს საქმე გამოგვივა. გამომივა რათა გაგაცნოთ ჩემი ქალაქი, ჩემი კოხტა ქალაქი, გულისფერი ქალაქი, წმინდანების ქალაქი. კიდევ რა ვიცი, ძალიან ბევრი რამ. ეს ის ადგილია, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ყოველ დილით მიწევს ამ პარკში შემოსვლა, სადაც ჟიული შარტავას ძეგლი მხდება. ყოველ დილით მიწევს იმ სამსახურში შესვლა, რომელსაც მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი ქვია. სადაც ახალი თაობა იზრდება, სადაც არ ვავიწყებთ სენაკს, არ ვავიწყებთ სენაკის ისტორიას, აწმყოსა და მომავალს. ჩვენს მომავალ თაობას. სენაკის კუთხისა და ჩემი კუთხის გაცნობის დროს, როცა შემომთავაზეს ეს მასპინძულობა, დიდი პატივი იყო და მართალი გითხრათ ასე ძალიან. უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზეც არ მინერვიულია. იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, რომელიც დედასავით მეძვირფასება, რომელიც მიყვარს, რომელსაც ბევრი რამ შევალიე. შევალიე რა? ალბათ უფრო კომფორტული ცხოვრება, ალბათ უფრო დიდ ქალაქში ყოფნა, სხვა სამსახურები, მაგრამ მე მაინც მიყვარს ჩემი პატარა ქალაქი და არ ვნანობ, ორჯერაც რომ მოვევლინო ქვეყანას, ორივეჯერ სენაკში დაბადებას ვინატრებდი. ნუსხის გადახედვის დროს რამდენი ლოკაცია გვაქვს? ბევრი, ძალიან ბევრი რამაა სენაკში სანახავი. ძალიან ბევრი ლამაზი ადგილები შეიძლება ნახოთ, დატკბეთ და ისიამოვნოთ. ასიამოვნოთ თქვენს სტუმრებს, თქვენს ახლობლებს, უფრო ახლოს გაიცნოთ სამეგრელოს გული, ყველანაირი განზომილებით, გეოგრაფიულიც და ისტორიული განზომილებით. მაგრამ ამ სენაკის ნუსხაში სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ გამორჩენილია ჩვენთვის ყველა სენაკელისათვის მნიშვნელოვანი ადგილი, მთავარანგელოზთა კუნძული. მთავარანგელოზთა კუნძული, სადაც აღმართულია
მამათა მონასტერი, მთავარანგელოზების სახელობის მამათა მონასტერი. მე გახლავართ ლია ღვამბერია. თქვენ უყურებთ ჩემი კუთხის მასპინძელს. ახლა ვიმყოფებით მთავარანგელოზთა კუნძულზე. ეს არის კუნძული, რომელიც წმინდა ბერის მიერ აგებული ტაძრით არის დამშვენებული. მას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარს უწოდებენ. შუშანიების სავანესაც უწოდებენ ხალხში, რადგანაც წმინდა ბერი ალექსი შუშანია გახლდათ. ხოლო აქ მოტანილი თითოეული აგური მისი აბგით არის ამოტანილი და მისი უშუალო შრომით აგებული ტაძარია, რასაც თქვენ ახლა ხედავთ. ამ ტაძარს მალე 200 წელი შეუსრულდება. ტაძარი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის არის მფლობელი განსასვენებლის, თავისი წმინდა ბერის განსასვენებლის ადგილისა. აქვე ინახავს მის ძვლებს ეს მიწა. ნებისმიერი სენაკელისათვის და არა მხოლოდ სენაკელისათვის, აქ ძალიან ბევრი მომლოცველი მოდის წმინდა ბერის საფლავის მოსალოცად. მას სასწაულმოქმედად მიიჩნევენ, განსაკუთრებით შემწეობას უწევს ავადმყოფებს, გაჭირვებულებს და ზოგადად, როგორც ყველა წმინდანი, ეწევა ყველა მართლმადიდებელ წმინდა მორწმუნე ადამიანებს. ამ რწმენით ამოსული ადამიანები აქედან ყოველთვის ნუგეშითა და თითქმის ნახევრად განკურნებული გადიან. იმ რწმენით, რომ ისინი ხვალდაზე კიდევ უკეთესად იქნებიან. ეს ტაძარი იმიტომ ავარჩიეთ, რომ იმ მრავალ ღირებულებებს შორის, რომელიც სენაკს ძალიან ბლომად აქვს, როგორც წინათ მოგახსენეთ, გამორჩენილი იყო ტურისტულ ზონათა შორის. იმ ჩამონათვალში აღარ მოხდებოდა ეს. ამიტომ მინდა, ვინც კი სენაკში მოხდება, ეს ადგილი აუცილებლად მოინახულოს სულის დასამშვიდებლად, სხეულის განსაკურნებლად. აქ ამოსული უკეთესი, ერთი ნაბიჯით უკეთესი დაბრუნდეს თავის ოჯახში, თავის ქალაქში, იქ სადაც ფეხს დაადგამს. მართალია, ბევრი მნიშვნელოვანი ადგილები გვაქვს მოსავლელი, მაგრამ შემოთავაზებული იყო 3 ლოკაცია. იმ 3 ლოკაციიდან პირველი ჩვენ სწორედ ღონისძიება დავიწყეთ და გადაღება დავიწყეთ მთავარანგელოზთა ტაძრიდან. ახლა კი შემდგომი ჩვენი გზა მიემართება ძველი სენაკისა და ნოქალაქევისაკენ. აი იქ უკვე გავაგრძელებთ ღირებულებებზე საუბარს, რომელიც ყველასათვის ნათელია, მაგრამ ჩვენი ემოციური ბმით გავაგრძელებთ თქვენთვის მოთხრობას იმ ამბისა, რომელიც იქ ხდება დღესაც. ვიმყოფებით შემდგომ ლოკაციაზე, როგორც შეგვირდით. ეს არის ძველი სენაკი. ჩემთვის როგორც ფილოლოგისათვის, ამ სოფელთან ბმა ბევრ რამეზე შეიძლება იყოს, მაგრამ განსაკუთრებული ბმა მაინც მაქვს ძველი სენაკის საჯარო სკოლასთან, ზოგადად ძველი სენაკის სკოლასთან. მოგეხსენებათ, სენაკი კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრად იყო ყოველთვის ცნობილი და აღქმული. მას ეს ფუნქცია არც დღეს დაუკარგავს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ვიყო იმ სკოლაში, ვიღებდი იმ სკოლის კადრებს, იმ შენობის კადრებს, სადაც 5 საუკეთესო ქართველი სწავლობდა. 5 საუკეთესო ადამიანი აღზარდა ამ სკოლამ. გარდა ამ 5-ისა, კიდევ მრავალი, მაგრამ ეს 5 სახელი და გვარი ისინია, ვინც ყველა ქართველმა იცის. კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია. განაცოტაა ერთი პატარა სოფლისათვის. ამდენი აკადემიკოსი, 5 აკადემიკოსის გაზრდა არ არის მარტივის საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სკოლა ღირსეულად დააარსა ჩვენმა აკაკი წერეთელმა 1884 წელს აქ სათავადაზნაურო სასწავლებელი გაიხსნა. მას როგორც ყველა ჭკვიან ადამიანს ხელეწიფება წინასწარ ქონდა ალბათ განზრახული, რომ ამ სკოლის კედლებში გაიზრდებოდნენ ძალიან ძლიერი შემოქმედები, ძალიან ძლიერი ადამიანები, ჭკვიანები, ქვეყნისა და ერის სასიქადულო შვილები. ეს აკაკიმ ჩვენზე ადრე გაიგო, ჩვენზე ადრე მიხვდა. სწორედ ამიტომაც აუშენა ეს სასწავლებელი. სათავადაზნაურო იყო, მაგრამ ამ სასწავლებელს ფუნქცია არც მერე დაუკარგავს. დღესაც ღირსეულად მიყვება ტრადიციებს და აგრძელებს შრომას მომავალი თაობის აღზრდისათვის. ძველი სენაკი ბევრი რამით იწონებდა თავს, თავისი 800 წლიანი ჭადრითაც, რომელიც დღეს უკვე აღარ არის. ჟამთასვლამ მასაც ბევრი რამ დააკლო და წააქცია. მართალია, ჭადარი წაიქცა, მაგრამ ჩვენ იმედით ვართ, რომ ახალი მუხა ამოვა, ახალი ყლორტი ამოვა,
ხმელი წიფლის მსგავსად ახალი სიცოცხლე თუნდაც იმ ხის სახით ისევ გაგრძელდება. ძველ სენაკშიც ბევრია სანახავი და მოსანახულებელი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილებია, ეკლესია, მონასტრები, ტაძრები. ყველა სოფელს თავისი სალოცავი აქვს. ასე რომ ძალიან რთულია, როცა გეუბნებიან არჩიე მხოლოდ 3 ლოკაცია და გაქვს 1000. ძალიან ძნელია, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე ჩემი სენაკელების დიდად მეიმედება. ეს არ არის პირველი და ბოლო გადაცემა. კიდევ სხვაგან მოვიწევთ სტუმრებს და უფრო ღირსეულად დავხვდებით, სხვა ლოკაციებიდან დაველაპარაკებით, სხვა კუთხეებს წარმოვაჩენთ და ისე დავანახებთ საქართველოს ჩვენს სენაკს. ჩვენი მესამე ლოკაცია ნოქალაქები. რას გვიამბობს ნოქალაქები? ძალიან ბევრ რამეს. იმას, რაც მიწის ზევით არის თვალხილული და იმასაც, რაც მიწის ქვეშეთიდან ამოიღო სულთანმა პარმენ ზაქარაიამ. დაინტერესებული პირები ბევრ ისტორიულ ფაქტებს, არტეფაქტებს დაათვალიერებენ მუზეუმში მოსვლის დროს. ძალიან ისიამოვნებენ შიდა ტერიტორიის დათვალიერების დროს. მაგრამ დღეს ჩვენ არ გვინდა მაინცა და მაინც ისტორიულ ფაქტებს გამოვეკიდოთ. არ გვინდა მონათხრობებითა და იმით შეგაწუხოთ, რაც ინტერნეტ სივრცეში უკვე ისედაც საკმაო რაოდენობითა. მხოლოდ მინდა ერთი ლეგენდა მოგითხროთ, ერთი უწყინარი ლეგენდა. ყველა ქალაქს აქვს თითო ლეგენდა საინტერესო და ასეთი გამონაკლისი არც სენაკი არ გახლავთ. აქვე ტეხურის ხეობაში, აქვე ნოქალაქებთან ძალიან ახლოს. არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა და არა მარტო მოსახლეობა, მოსული სტუმარიც იცნობს როგორც დედა მოკას. რას ნიშნავს სიტყვა დედა მოკა? ეს მეგრული სიტყვისგან ამოდის და ნიშნავს დედა მძიმეს, ანუ ქალს მძიმეს, ანუ ქალს ორსულსა და ფეხმძიმეს, ქალს მეორე სიცოცხლის მატარებელს. რატომ დაერქვა ამ ადგილს ეს დედა მოკა? თქმულების სანახმად მოთარეშე ტომებს ხშირად აუოხრებია დაქაურობა და ერთ-ერთი თარეშის დროს გზად მიმავალი ორსული ქალი უნახავთ. გამოკიდებიან, უნდათ ალბათ შეპყრობა და როგორც მათი წესი იყო, ისე გასწორებოდნენ ამ ქალბატონს. მაგრამ ქალმა მიაკივლა და ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია. ტეხურში გადაწყვიტა თავის დახრჩობა თავის ჯერ არ დაბადებულ პირშოსთან ერთად. მაგრამ ჰოის აოცრებავ ღვთისწყალობა გადმოვიდა ტეხურზე, ღვთისწყალობა გადმოვიდა არქეოპოლისის მიწაზე და თებმა ძორა ქნეს. ისეთი ძორა, რომ ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ორსული ქალი უმტკივნეულოდ გადავიდა მეორე ნაპირზე. შემდეგ კი მთები ისევ ერთმანეთს დაშორდა. გვეუბნება ლეგენდა. მაგრამ საოცრება ისაა და ამ ლეგენდის დაჯერებას გვაიძულებს ის ფაქტი, რომ ტეხური ამ ადგილას დღესაც შევიწროებულია და ეს მთის ნაწილები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ გაგიკვირდებათ. სხვაგან მსგავსი სიახლოვე მთებს არ აქვთ. აი ეს ლაჟვარდის ფერი, ზურმუხტის ფერი ტეხური დღესაც მოედინება. მოედინება მშვიდად, ლაღად და წყნარად. თავისი განთქმული კალმახებით, თავისი განთქმული სილამაზით და ახლა, როდესაც უკვე ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მესამე ლოკაციაზე მუშაობას, აქედან ვეცდებით გადავინაცვლოთ კიდევ ერთ მეგრულ კუთხეში ადგილას სამზარეულოში, უკვე რაც ძირითადი თემაა ჩვენი და შემოგთავაზოთ 3 ძირითადი კერძი, რომლითაც განთქმული იყო სამეგრელო და კერძოდ კი სენაკი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ჩაჩხიანების ოჯახში. ჩვენი შეფმზარეული, რომელიც დღეს გაგვიწევს მეგზურობას და ძველი კერძების გემოს გვიჩვენებს და გვაგემოვნებინებს და გვასწავლის თუ როგორ შევქმნათ ეს თანამედროვე ოჯახებში ეს ძველი გემოები როგორ შემოვიტანოთ, ეს გახლავთ ქალბატონი ვენერა ლიპარტია ჩიკობავა და დღეს მისი შემწეობით ჩვენ გავეცნობით ძველებური
როგორია თქვენი? შავი ფქვილის კვერებიებს. შავი ფქვილის კვერებიებს, როგორ აცხობდნენ ჩვენი ბებიები და დედები. დედამთილები ძალიან კარგი. ქალბატონო ვენერა, თქვენ დედამთილისგან ისწავლეთ შავი ფქვილისგან? კი, დედამთილისგან ვისწავლეთ ძალიან. დედამთილი მყავდა კულინარი, რო ახლა რო ყოფილიყო ცოცხალი ღმერთმა აწყონოს, ალბათ იქნებოდა შეფ-повარი. ხო, მაგრამ არ ჩვენ არ ჩამორჩეთ ახლა, ტრადიცია არ დავუკარგოთ და მოდი შევუდგეთ კეთებას, რით ვაკეთებთ ახლა ყველაფერ ამას. ქალბატონულია, ვიწყებთ შავი ფქვილი. რომელიც არის ძალიან ხარისხიანი, კარგი შავი ფქვილი. მარგი ორგანიზმისათვის ყველასთვის მისაღებია ეს. ამას გამოდის ფაქტიურად დიეტურია. დიეტურია, თანაც და გემრიელი არის. ვამატებ მხოლოდ მარილს ოდნავ. დიახ. მაგ საოცრება ყვალის შრატი, რომელსაც ვიყენებ თითქმის ყველაფრისთვის, რაც წყალის თუ უნდა კვერებიები იქნება, მჭადი იქნება, ეს ჭიშკარი იქნება, უებარი რამეა. ყველაფრისთვის ვიყენებ ამ საოცრებას ყვერის შრატს. და ყველას ვეუბნები, რომ თქვენს ეგრე გააკეთეთ, ვისაც გავდა, ვისაც არ გაქვთ, შეიძლება მაგის შეძენაც. ისე საჩუქრადაც და თუ მისაღებია, გაუგზავნის საჩუქრადაც. კი ბატონო. ბევრი რამის მენია შრატზე, თქვენ ახლა გააკეთებთ ამას ალბათ. ხო არ მოგეხმაროთ? აი, ნელ-ნელა ჩაგისხავთ. ნელ-ნელა. ხო, ამ შრატზე ისედაც ბევრი რამ ცოდნია და ახლა კიდე მეტი რამე გავიგეთ თქვენგან. აი, ეს ამ შრატისგან ყველს რო ამოვიღებთ. თუ უცებ ნელთბილად მივირთმევთ, ეს არის კუნთებისთვის, კუჭისთვის, აი, როგორ გითხრა, ყველაფრი ორგანიზმის მასტერიზაცია არის. კი, გასაგებია. ვიცი რომ კუსნაძღვავისთვის ძალიან სასარგებლო რამაა, გამიგონია და ვიცი ისიც რომ გამიგონია და იქნება თუ მიგიღიათ, გაგიგონიათ კი თუ მიგიღიათ და მიმიღია კიდევაც ძალიან სასიამოვნო დასალევია მინდა გითხრათ, ისედაც თბილი განსაკუთრებით მართლაც სასარგებლო პროდუქტია, მართლაც შეუცვლელი პროდუქტია და ვიცი რომ ნაღრძობზე იფენენ ამას, ამის საფენებს იკეთებენ, ნაღრძობზე ძალიან უებარი წამალია. ასე ითვლება ეს ყოველ შემთხვევაში. ნაღრძობზე არ მიცდია, მართალი გითხრათ, მაგრამ კუჭნასლავზე ნამდვილად გამომიცდია და ვიცი რომ უებარი სითხეა, ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა და ამბობენ რომ კალცი ეს არის ბუნებრივი კალცი, რომელიც მისართმევადაც სასიამოვნოა. მისართმევადაც სასიამოვნოა ძალიან, თან თვალს ვაპარებ, რომ მეც კარგად ვისწავლო ახლა ეგ. თუმცა კი კვერებია გამიკეთებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ხერხი და თავისი მუღამი აქვს, ასე რომ ვთქვათ. აბა რას აკეთებთ ახლა? ჩემი დედამთილი ამას ვინც მე სტუმარი რო ჩამოვიდო და რაღაც ამას დელეგატესთან მეართმევდა. გასაგებია. ხო არ დაგიმატოთ ქალბატონო? არა. ამას წეპოვნება იმდენი არა აქვს, რომელიც პირველ ხარის, მაგრამ აი ეს არის შევკრათ კარგად მოვაგუნდაოთ. დიახ, ერთფეროვანი სახე რომ მიიღოს. ერთფეროვანი სახე მივიღოთ. კარგია ეს ყველაფერი. ახლა ჩვენი ცომი უნდა დავასვენოთ და რამდენი ხანი? 1-5-10 წუთი. ჩვენ მანამდე ჩემი კაზლაყველს გავშნით და კაზლაყველი ეს რომ ვიცოდეთ, უბრალო ყველია, უმარილო ნაკლებ მარილიანი ყველია, მოსული ყველი. როგორც ქალბატონმა ირამ გადაცემის ჩაწერამდე გაგვიმხილა საიდუმლო, მას აუცილებლად უნდა გქონდეს ქერქი. რომ ზომიერად მიიღოს მარილი და რომ კერძი იყოს გემრიელი. ამ ყველას რასაც უყურებთ თქვენ ახლა კადრში, რასაც ხედავთ, აი თუ კი ხედავთ მას კადრში კარგად, ეს ყველი არის ოთხკუთხედი ფორმის და ამას სამეგრელოში სპეციალურად დებენ ხისგან გაკეთებულ მასალაში და მას ეძახიან ჩეჩვას. იქ ყველი ავტომატურად იწრიტება ყოველგვარი მექანიკური ზედმეტი ზემოქმედების გარეშე და სწორედ ის დიდებული სითხე, რომელიც მერე ამ ნაწრეთი ყველიდან გრჩება, რომელიც ყველაფრისთვის ერთად სასიამოვნო და სასარგებლოა, აი სწორედ აი ამ ჩეჩვას დამსახურებაა ეს ყოველივე.
აი როცა კვერები აკეთდებოდა, ამას აქვს ცალკე ისტორია კიდე კვერების გაკეთებას. ახლა ამ ცომით კვერების გაკეთება ქალბატონო ირა ძალიან რთულია რამდენადაც ვატყო. აუცილებლად. იმიტომ რომ მას შეკვრა ცოტა უჭირს, მაგრამ თეთრი პურის ფქვილიც რომ იყოს, ის ქალი დიასახლისი, რომელიც კვერებიას აკეთებს, ფაქტიურად არ დაგელაპარაკება, რაც არ უნდა გაუკეთო. ჩაყრაში, რომ არ დაეშალოს, რომ არ გამოცივდეს ყველი. რაღაც ესეთი რიტუალი ვითა აქვთ, რომ არ დაგელაპარაკება, სანამ არ მორჩება ჩაყრას. თქვენც ასე ხართ, იცავთ ამ რიტუალს? ვიცავ, კი, ხინკალზე ამას ასეა და რა ვიცი, ასე მოდი ძულთაგან. ეხლა უკვე გავამზადე მე კვერებია, უკვე ადუღებულ წყალში ჩასაშვებად, ნელმარილიან წყალში ჩაუშვებ ჩემს გაკეთებულ კვერებიებს, ვაცლი 1-10-15 წუთი, ამოსვლა თავისით უნდა ამოტივდიდე და ამოვიღებ და მერე დავაგემო. კვერებიაც მოვიდა. შავი ღიმილა გოგო. იღიმის ჩვენი შავი გოგო. შემდეგი კერძი დაგიბრუნდებით აუცილებლად. შემდეგი კერძი გახლავთ ლობიო. ჩალესილი ლობიო და მეგრულად. ჩალესილი ლობიო ყველგან კეთდება საქართველოში ლობიო, მაგრამ მეგრულად როგორ ვაკეთებთ ქალბატონო ირა? ახლა ეს საიდუმლო თქვენ გითხრათ. ეხლა ყველა მეგრელისთვის, ყველასთვის ლობიო ეს არ არის უცხო, ეს არის ტრადიციული ყველა და ამის გაზრდილები ვართ ყველანი. მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენებური შეკმაზმა. კი ბატონო. აი ჩემებურს შეკმაზმას. მე თუ პრასა არა მაგ, ნიახური, ნიორი, მაშინ ლობიო არ არის. თავარი არის ჩემი კერძის პრასა, საიდუმლო, რომელსაც არაბლომად საშუალოდ ბევრი არა, მაგრამ მაინც. თან ჩავაყოლე ტყლაპი. ყველაზე მთავარი ინგრედიენტი. ტყლაპი ჩავაყოლე, მოხარშვის დროს პიმპილა, ტყლაპი და ნიორი თავიდანვე ჩავაყოლე. გასაგებია. რას ვამატებთ ქალბატონო? ეს არის სამშურა. ხო, სამშურა. ხელით ჩავიმასნით, პატარა რომ გემომიცეს სულ სხვანაირი. სურნელიც სხვანაირი აქვს, განსაკუთრებული სურნელი აქვს საშურეს, მაგრამ იმას ფოთლებს და ყვავილს. ყვავილს და ფოთლებს ერთად ინახავთ, არა? წვიტავთ, როცა მოსულია, ჩამოვკიდებთ, რომ გახმება და ჩავდებთ. ხო. ვუმატებთ მარილს გემოვნებით. ჩვენი ლობიოც მზად არის. მზად არის. დავაგემოვნოთ. დააგემოვნოთ განსაკუთრებული გემოებით შეკმაზული ლობიო. სხვათა შორის ჩემი ლობიოთი ვამაყობ. არა ჩვეულებრივია. მადლობთ. ბრწყინვალეა. ჩვენი მესამე კერძი არის ფხალი. ფხალი. ჩვენი მესამე კერძი არის რისი ფხალი გვაქვს დღეს? კომბოსტოს ფხალი. კომბოსტოს ფხალი. ეს ტრადიციული იყო, არის და იქნება. მაგრამ ეხლა რაღაც ბოლო დროს მოიკოჭლებს ამის გამოტანა სუფრებზე. მაგრამ ჩემთან ჩემს სახლში პირველ რიგში დგას ჩემი კომბოსტოს ფხალი. კომბოსტოს ფხალი და ჭარხალიც რამდენადაც ხვდები? აუცილებლად ჭარხალი თავის ფერებში, აი თეთრი უფრო რაღაც გემოვნებით ყველაფერი კარგი იქნება, მაგრამ აი ფერი მაინც თვალის მომჭრელით. და ჭარხალიც აძლევს სპეციფიკურ გემოს. აი მე ჩემი მეთოდი მაქვს ჭარხალზე კიდე მოხარშვის. აბა ჭარხალს არ ვთვლი მოსახარშვის დროს. ხო? გავრეცხავ ვდებ პირდაპირ. ერთად რომ თავისი ფერი შენარჩუნდეს. და გემოვნური თვისებებიც არ დაკარგოს. არ იკარგება. გასაგებია. ამის შემდეგ ვთვლი ჭარხალს, ვატარებ ხორცაკებ მანქანაში. ძველებურ ხორცაკებ მანქანაში. დაწურული მაქვს კომბოსტო,
ნიგოზი, მსუნელობა, ფხალი, ეს მოვხარჩე ყველაფერი, დავამზადე, გავწურე, ყველაფერი ნიგოზი, ყველაფერი გამზადებული, წინასწარ გამომყავს მანქანაში, ძველებურ ხორცაკებ მანქანაში. ყველაფერს რო გამოვიყვანთ, რო გავამზადებ, ამ დროს დაუმატებ უცხო სუნელს, ქინს, ყვითელ პირს, ბროწეულის წვენს, მარილს გემოვნებით, პიმპლს გემოვნებით და ოქროს ხელებით აურებ. და ამასობაში შეიქმნა ჩვენი ფხალი. აუცილებლად ამასთან ჭადია ჭადთან ერთად უებარი საჭმელია. სანამ მესამე კერძს ფხალს დავაგემოვნებთ, ჩვენი პატარა სუფრაც ნელ-ნელა შეივსო და გაიშალა. გაიშალა სულ სხვა მოტივებზე, უკვე გვაქვს კუპატიც, ფხალეულიც და ასე შემდეგ კვახიც, მაგრამ სუფრაზე შემოგვემატა კიდევ არაჩვეულებრივი ნაწარმი. ვერ გავიგე, ყველია, ხელოვნების ნიმუშია, მეგრელს რო ყველით გააკვირვებ, მაგრამ მართლა საოცრებაა. ამ ქალაქში რო ცხოვრობდა, ამდენი რაღაცა რო შენს ცხვირ წინ ხდება, ეს ხომ ბედნიერებაა, ეს ხომ სიამოვნებაა, ეს ხომ საამაყოა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა თქმა უნდა, მასპინძელ ოჯახს, ჩვენს ირინას, რომელმაც გაგვიწია მზარეულობა, რომელმაც გაგვახსენა ძველი გემოები და მადლობა გვინდა უთხრათ იმ საიდუმლოებების გამჟღავნებისათვის, რომელსაც თვითონ აკეთებს სამეგრელოში ჩვენი ძირძველი კულინარიული რაღაც პატარა ნაწილი შემოგთავაზეთ, მაგრამ როგორც ხედავთ, თანამედროვეობასაც აღარ ჩამოვრჩებით, მივდივართ წინ, მაგრამ ჩვენთვის მაინც ყველაზე ღირებული სწორედ არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა ბებიებმა, ჩვენმა დედებმა გვასწავლა და დაგვიტოვა. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, დახმარებისთვის ქალბატონო ირინა, დაგელოცოთ მარჯვენა. დიდი მადლობა. მადლობთ. მადლობა თქვენს, რომ აი ჩემი ძველთაძველი როგორც საქმე რომ ასე გამომაშკარავიეთ და ხალხთან მიმატანიეთ. მადლობა, გაიხარეთ. La 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 la
Oh, na 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 na, just a little bit